მშვიდობისა BMG-ის ეთერში ქალების ნარატივის დროა. მე მარია მიზორია ვარ და დღევანდელ საქმიან ეთერში ვისაუბრებთ ბიზნესებზე, რომლებიც ერთი მხრივ ქალაქის კულტურულ და გასტრონომიულ ცხოვრებას ავითარებენ, მეორე მხრივ კი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ქმნიან. გადაცემის პირველ ნაწილში გაგაცნობთ სრულიად ახალ კონცეფციას თბილისში პირველ მოსასმენ კაფეს კალენდარს, რომელიც მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობაში მუსიკას, თანამედროვე სამზარეულოსა და საგანმანათლებლო სივრცეს აერთიანებს. მეორე ბლოკში კი ტურიზმის სექტორში დავინაცვლებთ ეროვნული ბანკისა და საგსტატის უახლესი მონაცემების ფონზე, სადაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და ვიზიტორების კლების ტენდენცია, ვისაუბრებთ გუდაურის ზაფხულის სეზონსა და სასტუმრო ბიზნესის მოლოდინებზე, თუმცა იქამდე სანამ სტუდიაში ჩვენ სტუმრებს შემოუწყობთ, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში მიმდინარე სიახლეებს გადავხედოთ. 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ღვინის ექსპორტით 117 მილიონი დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით ნაკლებია. გასაღების ძირითადი ბაზარი კვლავ რუსეთია, თუმცა გაყიდვები იქ 72 მილიონ 700.000 დოლარიდან მიმდინარე წელს 69 მილიონ 800.000 დოლარამდე 3.9%-ით შემცირდა. გარდა თანხისა შემცირებულია მოცულობაც, ამ შემთხვევაში კლებამ შეადგინა 9.6%. 2026 წლის ივლისში ბათუმის ნავთობტერმინალმა, ანუ ბათუმის პორტმა 8 წლიანი პაუზის შემდეგ საავიაციო საწვავის ტრანზიტი აღადგინა. ინფორმაციას ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია ყაზტრანსოილი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბათუმის ტერმინალმა დაიწყო ევროპული გადამუშავებელი ქარხნების მიერ წარმოებული Jet A1 მარკის საავიაციო საწვავის მიღება, რამაც გადამუშავებული ტვირთების ასორტიმენტით გააფართოვა. 2026 წლის 6 თვეში საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით 1.921 მილიონ დოლარამდე შეუმცირდა. მიზეზი მეორე კვარტალში დაფიქსირებული კლება. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უშუალოდ მეორე კვარტალში ქვეყანამ 1.101 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით ნაკლებია. ინვესტიციების სააგენტო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 6.927.000 ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. სააგენტოს განცხადებით, შესყიდვის საფუძველს წლის ბოლომდე, წლის ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების აუცილებლობა წარმოადგენს. ევროპული საავიაციო ინდუსტრიის გიგანტმა Ryanair-მა პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით შემცირდა და 538 მილიონი ევრო შეადგინა. როგორც ირკვევა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 820 მილიონი ევრო მიიღო, ამჯერად ფინანსურმა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იყო. და გავლენიანი გამოცემა Guardian-ი წერს, რომ შტატებში, მექსიკასა და კანადაში გამართულმა მუნდიალმა FIFA-ს რეკორდული შემოსავალით 15 მილიარდი დოლარი მოუტანა, შედარებისთვის თავად FIFA დაახლოებით 11 მილიარდ დოლარიან შემოსავალს ელოდა. Guardian-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ FIFA-ს წევრ ფედერაციებს გაზრდილი შემოსავლის შესახებ შაბათს შეატყობინა. მეტი ფულის მიღება დიდწილად ეგრეთ წოდებული ჰოსპიტალიტის შეთავაზებებიდან და ბილეთების გაყიდვებიდან არის მიღებული. განსაკუთრებით ბილეთების მეორადი გადაყიდვებიდან. თბილისის ისტორიულ ცენტრში მე-19 საუკუნის რესტავრირებულ შენობაში სრულიად ახალი სივრცე, პირველი მოსასმენი კაფე კალენდარი გამოჩნდა. ეს არ არის მხოლოდ კვების ობიექტი, ეს არის ადგილი, სადაც მუსიკა გამოცდილების ცენტრშია. ვინილის მოსმენის სესიები, ლაივ შესრულებები და DJ სეტები აქ ავთენტურ ქართულ კერძებსა და ნატურალურ ღვინოებთან ერთიანდება. უფრო მეტიც სივრცეში ინტეგრირებულია მუსიკალური სკოლა, სადაც მუსიკის წერა და პროდიუსინგი ისწავლება. როგორ იქცა ეს მულტიფუნქციური იდეა რეალურ ბიზნესად და რას თავაზობს ის მომხმარებელს, ამაზე უკვე კალენდარის თანადამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი ქეთა ქებურია გვესაუბრება, რომელიც უკვე შემოუერთდა ჩვენს ეთერს. ქეთა, მოგესალმებით, მადლობა დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ქეთა, არ გვიყვარს ხოლმე ახალი გასტრონომიული სივრცეები, ხო? ამ მიმართულებით ძალიან განვითარდა საქართველო, განსაკუთრებით დედაქალაქი, თუმცა
როცა ის სიახლე რაც თქვენ დანერგეთ არის ამ ყოფრის ინტეგრირება მუსიკასთან არა მხოლოდ სიამოვნების მიღებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც სწავლა უნდა და უფრო მეტი დეტალის გაგება უნდა ამასთან დაკავშირებით. საიდან გაჩნდა იდეა, რომ შეგექმნათ ერთი მხრივ მულტიფუნქციური სივრცე? მოდი დავიწყებ იქიდან, რომ შენობა არის 1875 წლის საუკუნენახევრის შენობა არის, რომელიც მოკლე ისტორიას მოვყვები შენობაზე, იმიტომ რომ ძალიან დამახასიათებელია. იყო გრანდ ჰოტელი და მთელი ამბებია და 90-იანებში იყო ფილოსოფოსთა კლუბი და უნივერსიტეტი, მამარდაშვილის კაბინეტიც იყო ერთ-ერთ ოთახში და აი ამ ყველაფერმა მოგვცა ის, რომ მოდი ახალი სიცოცხლე შევძინოთ, როგორც კი აღმოვაჩინეთ სივრცე. თუმცა ის რა გვინდა და მე პირადად ჰოსპიტალიტიში 10 წელია რაც მოზრაობ და გავიზარდე ფაქტიურად ამ სფეროში და გადავწყვეტეთ რომ მე და ჩემი პარტნიორი შეგვექმნა რაღაც სივრცე ოღონდ არა უბრალოდ რაღაცა ქართული მიმართულებით მხოლოდ და დაემატებული იყო ბონუსად მუსიკა. რადგან ჩემს პარტნიორს აქვს მუსიკალური სკოლა 303 ჰერცი, რომელიც 8 წელია უკვე არსებობს, როგორც ახსენეთ DJ-ინგი, მიქსინგი, აპტონ ლაივი, მუსიკის წერა, თეორია, ისწავლება და ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს და გვინდა რომ რადგან მუსიკის ამხელაცოდნა გვაქვს, საკვება და მუსიკა გაერთიანებულიყო. თბილისში არ არის მოსასმენი კაფეები, ქართულად listening კაფეები, 1-2 არის, ოღონდ მხოლოდ ჯაზის მიმართულებით არის და ისე დიდი განაცხადია, როცა ამბობ რომ listening კაფეა, ცოტა ხალხს უჭირს ამის გააზრება რა არის, თუმცა აი 2-3 სიტყვით რო ახსნა ჭამას, მუსიკა. და მათ შორის თამაში, იმიტომ რომ პინგ-პონგიც გვაქვს სივრცეში და რაღაცნაირად აი ამ ყველაფრის გაერთიანება შენობაში. ქეთა, მას შემდეგ რაც გაჩნდა იდეა, რა იყო ის პირველი ნაბიჯები, რაც ამ იდეის განხორციელებისთვის გადადგით? აი როგორ გამოიყურებოდა სამუშაო პროცესი იქამდე, სანამ ქართულ მომხმარებელს, არა მხოლოდ ქართულ მომხმარებელს წარუდგენდით უკვე მზა პროდუქტს კალენდარის სახით? არ იყო სხვათა შორის მარტივი. ჯერ პირველ რიგში დაიბადა იდეა, რომ ყოფილიყო listening cafe და ყველაზე რთული იყო სახელის დარქმევა. ეს სახელზე იმდენი ვიფიქრეთ, რომ არ ვიცი, რემონტიც უფრო მარტივად გავაკეთეთ და ყველაფერი 400 კვადრატის ვიდრე რაღაცა და საბოლოო ჯამში იქამდე მივედით, რომ რაღაცა რადგან ყოველდღიურად 9-დან 11-მდე სამუშაო დღეებში და პარასკევს შაბათის 9-დან საღამოს 2-მდე არის მუსიკა, რაც იმას გულისხმობს, იქნება ეს არტისტი, იქნება ეს რაღაცა უბრალოდ სელექტორი, ვინილ სელექტორი, ჰიპ-ჰოპ სელექტორი, ტრიპ-ჰოპი თუ ჯაზი. ფაქტიურად კალენდარი იყო ასაშენებელი მთელი კვირის. და აი ამ ფიქრით და ბრეინშტორმინგით მე საბოლოო ჯამში ამ სახელთანაც მივედით. ჩვენმა ძალიან ახლო მეგობარმა, სხვა შორის სკოლის მენეჯერმა მოიფიქრა სახელი და ერთიანი ძალებით. თუმცა არ იყო მარტივი, იმიტომ რომ ჰოსპიტალიტის სფერო ძალიან ძნელი არის საქართველოში, დიდი კონკურენცია არის და განსაკუთრებით კადრები, პროფესიონალი კადრები ძალიან ჭირს და ძალიან ბევრი ტეისტინგები და ძალიან ბევრი ძიებების მერე უკვე ალბათ ეს იყო ყველაზე რთული პროცესი, ხო? ყველაზე რთული იყო ნამდვილად. ხო, რეალურად პროფესიონალი ადამიანების დეფიციტი თითქმის ყველა სფეროში, თუმცა ჰოსპიტალიტი ამ სიმცირეს განსაკუთრებით განიცდის. განსაკუთრებით სამზარაულო და ნუ რაღაცნაირად მაინც გაგვიმართლა და ძალიან კარგი შეფი ვიპოვეთ. მე ცოტა სტაფის სტაბილურობა არის ძნელი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ რაღაც ჯანსაღი გარემო შევქმნათ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, მაგრამ თავი მოთხოვნა რა ყველა თანამშრომელმა კარგად შეასრულოს და ამჟამად ძალიან ვამაყობ ჩემი სტაფით, მაგასაც ვიტყვი. ძალიან სასიხარულოა ეს ამბავი და ხო, რომ ესე ვთქვათ, განმარტოთ მაყურებლისთვის, რა არის ის, რასაც აერთიანებს დღეს კალენდარი, მათ შორის აი სერვისების კუთხით, როგორი სივრცე, აი ყველაფერი მინდა მოვუყვეთ. პირველ რიგში როგორც კი შემოხვალ სივრცეში იგრევე იგრძნობა, აი ეს ძველი, საუკუნოვანი იატაკი, კარებები, რომლებსაც რაღაცა არც შევღებეთ და არც შეუცვალეთ. ძველი იერსახე, მაქსიმალურად თანამედროვეობაც არის შემოსული, თუმცა ძველი იერსახე ბოლომდე დაცული არის და იგრძნობა რაღაცა დაინახავთ 70-იანი წლების შპალერებს და მაქსიმალურად, თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თანამედროვეობაში არის გადმოტანილი. თუმცა მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს ხე რაც არის, ხეის ბარი და ხის რაღაცა ვინილის თარავები და მსგავსი რაღაცები გავიკეთებინა თავიდან ბოლომდე. როგორც კი შემოდიხარ სივრცეში, ცოტა ეს სიძველის სუნიც არის, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა მაღაზიაზე მუშაობთ, მაგრამ მაინც ეს თავიდან ბოლომდე და გონია, რომ უბრალოდ სახლში შედიხარ. და მერე უკვე მან დიშლება, ძალიან დიდი დარბაზები, რამოდენიმე დარბაზი, სადაც უკვე სტუმრებს შეუძლიათ როგორც რაღაცა ერთ მხარეს დაინახონ DJ მაგიდა, სადაც უკვე
მუსიკოსი დაუკრავს, დიდი დარბაზი, სადაც შეიძლება დასხდნენ და კოქტეილ ბარი და სხვადასხვა ოთახებში ღვინის ბარი, დიდი კომუნალ მაგიდა და ასე შემდეგ. და იდეა ის არის, რომ ყველას გვიყვარს ქართული სამზარეულო. და თუ სადმე გვინდა რომ ქართული სამზარეულო ჭამოთ და მუსიკა არის ცოტა ისეთ ქართულ რესტორნებში ოღონდ ქართული მუსიკა პირდაპირ მნიშვნელობით და არცად არ არის ისეთი მუსიკა გემოვნებიანი მუსიკა მათ შორის თუ რაღაცა აღარ მინდა კლუბში ღამის გათენება და კარგი მუსიკის მოსმენა მინდა აღარ არის ადგილები სადაც შეიძლება ძალიან კარგი წარმატებული არტისტის DJ-ის სეტს მაგალითად მოусმენო ან ჰაუს ან დისკოს ან ასე შემდეგ და გადავწყვეტეთ რომ იცი რა კი ცოტა რისკი არის ახალ ნაბიჯებს ვდგამთ და ცოტა ახალი ყოველთვის მიუღებელია ხოლმე ხალხისთვის და იქ ცოტა გვაშინებს მაგრამ რაც უფრო ხარისხიანი და კარგი გამოვა ჯერა რომ გამოგვივა და ის მომენტი არის რომ რატომაც არა შეგვიძლია ხინკალი ჭამოთ და ძალიან კარგი მუსიკასაც პარალელურად მოусმინოთ ხო ხინკალი ახსენეთ და მენიუზეც მინდა გითხრათ აი რას იფუძნება მენიუ და ის კერძები თავად ვიტყვი რომ ნაწილი მენიუს რეცეპტი არის დედაჩემის ოჯახური სახური გამავები გვაქვს და აი ზუსტად როგორც შენობა გაგზნობინებს რომ სახლში ხარ საჭმლის გამავებით ზუსტად ეს არის თავარი ერთ-ერთი მიმართულება რაღაცა ხინკალი გვაქვს თუმცა სხვა კერძები ზუსტად ეს არის რომ აი ზუსტად გუშინ სწორებ მაგნიშნეს რომ აი სახლში როგორც ჭამა ეგრე შეჭამა და ეგ გამავები მაქსიმალურად ზედმეტი გააბრანჭოს ზედმეტი იმის გარეშე უბრალოდ თავარია რომ რაღაცა იმ ბავშვობაში დაგაბრუნოს ბებო როგორც სტაფაზე ხაჭაპურს აცხობდა ან რაღაცა მსგავს სულ ერთი კვირა თუ ორი კვირა დაახლოებით ორი კვირა გაიხსნა 7 ივლისს არის კალენდარი დღეს ბაზარზე და კი რთულია შედეგებზე საუბარი მცირე დრო გავიდა მცირე პერიოდი გვაქვს ჯერ თუმცა მაინც აინტერესო აი პირველადი შედეგები და ტენდენციები რას აჩვენებს აი რა უკავშირები მიიღეთ უკვე საბოლოო ჯამში ის მომენტი არის რომ ტურისტებისგან არის უფრო დიდი გამოხმაურება იმიტომ რომ ძალიან ადევნებენ თვალყურს და Google გვეხმარება განსაკუთრებით ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ძალიან საკმაოდ დაგვიგროვდა Google-ის რევიუები მალევე. პლუს ის მომენტი არის, რომ ამასთან დამატებით ვცდილობ, რომ ავუწყო დღევანდელ მარკეტინგს ინფლუენსერებს ამ მხარი, რომ როგორ შეიძლება კიდე გარდა Instagram-ის ბუსტებისა და რაღაცაებისა გააპიარა შენი სივრცე და რამდენიმე ინფლუენსერი გვეხმარება. და მაგათგანაც უკვე რაღაცა ის არის რა დიდი სივრცე არის დაახლოებით 60-80 ადამიანი ეტევა ფეხზე დგომით ხოლაპარაკიც არ მაქვს თუ რაღაცა წვეულება არის სხვა სახით რადგან კორპორატიულებზე და მსგავს რაღაცებს უარს არ ვამბობ და შეგვიძლია უმასპინძლოთ მსგავს მიმართულებასაც თუმცა აი ორი კვირის თავზე აი ძალიან კმაყოფილები ვარ თქო ვერ ვიტყვი მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის კი ბატონო, მოკლედ არის შედეგები, რაც უკვე დამაიმედება. აი დღეს მაგალითად ლაივ მუსიკა არის, ყოველ კიდე რაღაცა არის, ზე კიდე რაღაცა არის და ყოველდღიურად ეს რაღაცები რა ხდება, ამ ხელოვნებს და მუსიკოსებს და არტისტებს და თავიანთ მეგობრები მოყავთ და უფრო მეტი ადამიანი იცნობს და მაქსიმალურად ვიყენებთ ამ ყველა არხებს, რომ ვინც მოდის ყველა კმაყოფილია. აი ეგ მიხარია ყველაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ და ხო, კეთა ასე საინტერესო, ვინ არიან თქვენ თავარი სამიზნე აუდიტორია. ვიზეც გქონდათ თავიდანვე ჩანაფიქრი და რა გამოიკვეთა ძირითადად ვინ არიან თქვენი სტუმრები ამ პერიოდში? აი ტურისტების მხრიდანაც თუ არის ინტერესი, იმიტომ რომ ათონელის ქუჩაზე მდებარეობს და საკმაოდ ტურისტულად აქტიური და პოპულარული ქუჩაა, ხო? კი, პირდაპირ და გულწრფელად ვიტყვი, გარდა იმისა, რომ რაღაცა მეგრული სამზარეულო ძალიან გვიყვარს და ორივე დამფუძნებლები მეგრელები ვართ და გვინდოდა ისედაც, ლოკაციიდან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ ქართული სამზარეულო ყოფილიყო, რადგან ტურისტული ზონა არის და ზუსტად გათვლა ის არის, რომ რაღაცა 50% იყოს ტურისტი და 50% იყოს ქართველი. თუ აი რაღაც წარმოდგენაში ესე გვაქვს და როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი, ნახოთ. თუმცა ის მომენტი არის, რომ სეგმენტი +23-25-ზე გვაქვს გათვლა და ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად პატივსცემენ კულტურულ ძეგლს, რაღაცა შპალერს, იატაკს, კედელს, რაღაც ყველაფერი რა რაღაცა იმ თეფშსაც რომელიც რაღაცა 90-იანების მოჩუქურთმებული თეფში არის და ყველა დეტალზე ძალიან ხმად გვაქვს დაფიქრი და რაღაცა ამ წარსულის პატივისცემა და ახლის შერწყმა და პლუს კულტურულად მუსიკის მოსვენა და ცეკვას წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ცეკვა ჩვენთან ზოგჯერ და არა რაღაცა კი ცეკვაც სხვაგან ჩვენთან მოსმენა დაჯდომა და
სიამოვნება მუსიკის პროცესის სიამოვნების მიღება. კეთა, ახსენე რომ საკმაოდ დიდ გამოცდილებას აერთიანებ ჰოსპიტალიტის სფეროში. ახლა უკვე როცა საკუთარ ობიექტს მართავ, აი რა არის მთავარი ძირეული განსხვავებები და საერთოდ რა გამოცდილება დაგეხმარა ყველაზე მეტად ჩვენი წარსული კარიერული გზიდან და ახლა უკვე ეს შენთვის რა სიახლეა? პირველად ვიყავი room service-ში, რომ დავიწყო ამ სფეროში მოღვაწეობა და სხვათა შორის მინდა ხაზი გავუსხო და გამოვიყენებ ახლა შანსს. აჭარის ჯგუფში მუშაობდი 6 წელი და ძალიან გავიზარდე და მადლიერი ვარ ამ კომპანიის თამამად ვიტყვი და დავიწყე room service-ის მიმტანები და მე step by step მაღლა და მაღლა პოზიციაზე ავედი და ძალიან ბევრი კომპანია ობიექტი გაიხსნა ჩემთან ერთად. და ეხლა ძალიან რთულია ბიზნესის თურმე მართვა და აქედან გადმოხედვა, მაგრამ როცა უბრალოდ ნულიდან იწყებ და ის პოზიციები გამოვლილი გაქვს, რა პოზიციებიც უკვე შენი თანამშრომლები უნდა იყვნენ, სულ სხვანაირი აღქმა არის, სხვანაირი გაგება არის. აი რა იცვლება მაგ დროს, აი რა აღქმებია განსხვავება? იცი რა არის, თან ხვდები რომ უნდა აპატიო, თან ვერ აპატიებ, თან უნდა მოთხოვო, თან იცი რა არის, მეგობრული საზღვრები არ უნდა გადავიდეს, აი მაქსიმალურად ვცდილობ რომ მეგობრული ჯანსაღი გარემო იყოს ურთიერთპატივისცემა და რაღაცა არ იყოს პირიქით გულღიაობა იყოს, არ იყოს წყენები და რაღაცა თითოეულმა თანამშრომლმა ვინც ამყავს, მინდა რომ რაღაცა აგურს დაადოს და ერთიანი ძალებით ავაშენოთ. ხო, ერთიანი ძალებით ავაშენოთ. ის კი არა რომ ბარმენი ხარ და მარტო ბარს მიხედე, არა, იმის იქით თუ რაღაცა ვინმე გეგულება, რომ შეიძლება დაუკრას ან რამე ღონისძიება მოვაწყოთ ან რაღაცა შევიტანოთ წვლილი ბარისმენი უსრულებაში, პირიქით ძალიან გიღია ვარ მაგის მიმართულებით და ხო, ის არის რომ თავი მოთხოვნა რა, ყველამ რაღაცა პირნათლად და პატიოსად უნდა შეასრულოს და თუ არა და მე შევნა ურთიერთობები არ გაფუჭდეს და დავამშვიდება რომ იმიტომ რომ იმდენი გვაქვს ნაშრომი, პროსტა საქმეს ვერავის ვერ გავაფუჭებინებ, ვინც არ უნდა იყოს და ხო, კადრები. ხო, აი, სწორედ ამაზე მინდა გკითხოთ. აი, ხშირია ხოლმე, რომ აი ჩვენს ქვეყანაში თითქოს აი ამ სფეროს ჰოსპიტალიტის აი თუნდაც მიმტანის პოზიციას, თუნდაც აი სხვა ბარში ბარმენის პოზიციას არ უყურებენ ხოლმე ისე როგორც პროფესია და დროებით ისამუშაოს იარლიყი აქვს ხოლმე, რომ აი დროებით ვიქნები მიმტანი და მე სხვა სფეროში ვიპოვე ჩემს თავს და რეალურად ევროპის ქვეყნებში მაგალითად ეს არის სრულფასოვანი პროფესია, სადაც ადამიანები აი 40 წლის ასაკშიც კი პროფესიონალებად ყალიბდებიან და მუშაობენ ხო ამ პოზიციაზე. აი რა არის ის პრობლემა, რატომაც ჰოსპიტალიტის სფერო ვერ ინარჩუნებს ინტერესს ამ ადამიანების ახალგაზრდების ინტერესს. აი თქვენი გამოცდილებით და შეფასებით. აი რა აკლია ამ სფეროს? აი ბოლომდე მაგაში ვარ დაგეთანხმები, იმიტომ რომ რადგან ამდენი წელი ამ სფეროში ვარ, გულწრფელად ვიტყვი, სამზარეულოს მიმართულება და მიქსოლოგიის მიმართულება ნელ-ნელა ფასდება. და იჩენს და პროფესიად მიქსოლოგობა, ბარმენ მიქსოლოგობა უკვე იქცა და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ამას რაღაც კაცრად მიყვება და ბარებს აკეთებს და მენიუებს აკეთებენ და ბარმენობა, უხეშად რა ვთქვა და სამზარეულო ფასდება. აი სერვისი არ ფასდება. ხო. და სერვისი არის სწორედ ის ყველაზე მთავარი, ხო, რაც მომხმარებელს უკან დააბრუნებს შემდგომში, ხო? ზუსტად ეგ არის და სერვისი სხვათა შორის ძალიან შეიძლება რომ განვითარდე რა, გაიჩნია რა კომპანიაში ხარ და თუ რაღაცა მოინდომებ, ანუ მე პირადად რადგან სერვისი დავიწყე და ის გამოცდილება მაქვს და სერვისმა გამზარდა მე, იმიტომ რომ არც სამზარეულოში არასდროს არ მდგარ ვარ და არც ბარში არასდროს არ მდგარ ვარ. პირიქით სერვისი იყო ჩემი პირველი და რაღაცა მთავარი ხაზი თავიდან ბოლომდე და ის არის, ანუ სერვისი დადებს რაღაცა ემოციას და ენერგეტიკას, რაც სტუმარს მე საბოლოოდ შეიძლება რაღაც ცუდი საჭმელი მივიდეს, ცუდი სასმელი მივიდეს. და სერვისის გამო მაინც კარგი ემოციები წავიდეს. და სერვისმა გამოასწოროს ყველა ის შეცდომა, რაც მაგალითად სამზარეულოში დაიშვა ან ბარში დაიშვა. და აი მაგიტა ჩვენ ვცდილობთ, რომ ახლა ანაზღაურებაც მეტი იყოს. იმიტომ რომ რაღაცნაირად დაფასდეს ეგ მიმართულება, ტიპი რა თქმა უნდა სრულად სერვისია დამოკიდებული, მაგრამ ამისთვის მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ვინც ყავს სტაფი, ყოველკვირეული ტრეინინგები ჩავატაროს, სტუმართან ურთიერთობა, რაღაცა კომუნიკაცია, გაღიზიანებულ სტუმარს როგორ უნდა კომუნიკაცია, რაღაცა აი მილიონი რაღაცა სხვადასხვა ტრეინინგები და ეს უფრო იწვევს მე ინტერესს და უფრო განვითარებას, იმიტომ რომ სერვისაც მინდა რომ დაფასდეს რა. ჩვენ ხრიდან ვცდილობთ. კეთა, ბოლოს კითხავ გეგმებსაც, აი რა ხედვა გაქვთ კალენდარის განვითარების და სამოვალ პერსპექტივები როგორ გამოიყურება? კალენდარი არის მართლა ძალიან დიდი სივრცე, აი უხეშად ვიტყვი და 400 კვადრატია. 400 კვადრატიდან ჯერჯერობით ვიყენებთ 2-3 ოთახს, იმიტომ რომ არ გვინდა რომ ეგრევე დიდით ჯერ გურჩენია რომ step by step, პატარით დავიწყოთ და მე უკვე გავზარდოთ და სადაც ხა ამჟამად სიტყვაზე ეტევა 60-80 ადამიანი
ცოტა ხანში 200 ადამიანის დაჯდება და აი ეგ არის მიზანი, რომ რაღაცა უფრო მასშტაბური იყოს, ეს იყოს პირველი ობიექტი და მერე უკვე სურვილია, რომ თუნდაც სკოლა, რომელიც რაღაცა დამწყებები ყავს, მოსწავლეები სკოლას გავუხსნათ ცალკე ალტერნატიული სივრცე, სადაც სტუდენტები დაუკრავენ და მერე კარიერას აიწყობენ და პატარა მიზნები არის და ნუ მთავარია ეხლა კალენდარმა კარგად მოიხვეჭოს სახელი. ხალხმა გაიაზროს რას ნიშნავს მოსასმენი კაფე, გემრიელად მიირთვან, მოусმინონ მუსიკას და ნუ ნახოთ. მერე განვითარებასაც არ დააყოლით. ძალიან დიდი მადლობა ქეთა წარმატებები კალენდარს და მოკლედ სიახლებით გელოდებით ჩვენს ეთერში. მადლობა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქეთა ქებურია კაფე კალენდარის გენერალური მენეჯერი და დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. რაც შეეხება ჩვენს მორიგ ამბავს, ტურიზმზე გიყვებით. რატომ იბრძვის მსოფლიო ჩინელი ტურისტებისთვის? რა ტენდენცია ყალიბდება? რატომ იქცა ის ფაქტობრივად ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ბაზარად? ნახოთ თემაზე სიუჟეტი, ჩვენ კი რეკლამის შემდგომ ბრუნდებით. 2026 წლისთვის ჩინეთის გამყვანი ტურიზმის ბაზარი სრულფასოვან ტრანსფორმაციას განიცდის და გლობალური ინდუსტრიის მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება. უახლესი მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურებების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს თითქმის დაეწია და 130 მილიონს გადააჭარბა. ხოლო ჩინელი ტურისტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხა $300 მილიარდ აღწევს. ეს მაჩვენებელი ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მსხვილ და მაღალმხარჯულუნარიან ტურისტულ ბაზრად აქცევს. აღნიშნული ბუმი რამდენიმე სტრუქტურულმა და ეკონომიკურმა ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში ეს არის ჩინეთის საშუალო კლასის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და განკარგვადი შემოსავლების სწრაფი ზრდა. ამას ემატება უპრეცედენტო დიპლომატიური მიღწევები. ჩინეთის მთავრობამ 2026 წლის დასაწყისისთვის 50-ზე მეტ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა დააწესა, რამაც საერთაშორისო მოგზაურობის დაგეგმა ბევრად მარტივი და სპონტანური გახადა. გარდა ამისა, ბაზარზე მოხდა ტექნოლოგიური რევოლუციაც. ისეთი გიგანტი პლატფორმები, როგორიც არის Trip.com და Flighty, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ დაგეგმვის სისტემებს იყენებენ, რაც დამოუკიდებელ მოგზაურებს მარშრუტების მარტივად შედგენასა და Alipay-ისა და WeChat-ის ეკოსისტემით უსაფრთხოდ გადახდის საშუალებას აძლევს. გეოგრაფიული თვალსაზრისით ტურისტების უდიდესი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ირჩევს. იაპონია კვლავ რჩება პრემიუმ კლასის აზიურ მიმართულებად, სადაც განსაკუთრებით პოპულარულია გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმი. პარალელურად მზარდია ინტერესი ახლო აღმოსავლეთის ფუფუნების კურორტების მიმართ. რაც შეეხება ევროპას, ის რჩება პრემიუმ და ძვირადღირებული გამოცდილების მაძიებელთან მთავარ სამიზნედ. თანამედროვე ჩინელი ტურისტი რადიკალურად განსხვავდება 2019 წლის ტრადიციული მოგზაურისგან. ჯგუფური ხმაურიანი ტურებისა და დაუღალავი შოპინგის ერა სრულდება. დღეს ტურისტების 70%-ზე მეტი დამოუკიდებელი თავისუფალი მოგზაურია. ისინი არიან ახალგაზრდები, ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული და საკუთარ მარშრუტებს სოციალური ქსელების მეშვეობით გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე სასურველ და მაღალმხარჯულუნარიან სეგმენტს წარმოადგენენ ჩინეთის მსხვილი ფინანსური და კულტურული ცენტრების, მაგალითად შანხაის მაცხოვრებლები. შანხაიდან წამოსული ტურისტები გამოირჩევიან ხშირი, სპონტანური და მაღალბიუჯეტიანი მოგზაურობებით. ისინი ხშირად ირჩევენ პრემიუმ ტურებს. ევროპაში ან დასასვენებლად ტაივანსა და ჰონკონგში მიემგზავრებიან, სადაც ექსკლუზიურ სერვისებსა და კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას. ჩინელი ტურისტები ნამდვილად წარმოადგენენ მსოფლიოში ყველაზე მაღალმხარჯულუნარიან სეგმენტს, თუმცა მათი დანახარჯების სტრუქტურა შეიცვალა. თუ წარსულში ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ნივთების შეძენაზე მოდიოდა, დღეს პირველ ადგილზე შთაბეჭდილებებია. სტატისტიკის მიხედვით დანახარჯების 35% გამოცდილებაზე და აქტივობებზე მოდის, 30% განთავსებაზე, 25% შოპინგზე, ხოლო 10% კვებასა და ადგილობრივ სერვისებზე. პრემიუმ სეგმენტის დანახარჯები ერთ მოგზაურობაზე $5,000-დან $20,000-მდე მერყეობს. მათი მთავარი მოთხოვნა ახლა ავთენტური გამოცდილება, პერსონალიზებული სერვისი და გამაჯანსაღებელი ტურიზმია. რაც შეეხება სერვისის მიმწოდებლების მიმართ არსებულ მოთხოვნებს, ჩინელი ტურისტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომფორტი, ციფრული გადახდის სისტემების არსებობა და ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტები, რომლებიც მათ მშობლიურ ენაზე მოიმსახურებიან. სწორედ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაა დღეს მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიისთვის ჩინური ინვესტიციებისა და უზარმაზარი შემოსავლების მიღების მთავარი გასაღები. Future Market Insights-ის პროგნოზითაც 2026 წლისთვის ჩინეთის გამყვანი ტურიზმის ბაზარი 183 მილიარდ 800 მილიონიდან 459 მილიარდ 400 მილიონ დოლარამდე გაიზრდება და ამ ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები ჩინეთის საშუალო კლასის შემოსავლების მატება, უვიზო რეჟიმების მქონე ქვეყნების არეალის გაფართოება და წამყვან ტურისტულ პლატფორმებზე ჯავშნების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია. ამ უზარმაზარი ფინანსური პოტენციალის ასათვისებლად ტურიზმის სექტორში უკვე აქტიურად მიმდინარეობს მასობრივი ტრანსფორმაცია, რაც მომსახურების სფეროსა და ციფრული ინფრასტრუქტურის დამოუკიდებელ, ტექნოლოგიურად განვითარებულ ჩინელ ტურისტზე სრულიად მორგებას გულისხმობს.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და 18 ივლისიდან გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, დამსვენებლებს ყოველდღიურად 11 საათიდან 17 საათამდე 4 საბაგირო ემსახურება. თუმცა სეზონის გახსნის პარალელურად ყურადღებას იქცევს ქვეყანაში ტურიზმის სექტორის ზოგადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. 2026 წლის პირველ 6 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 931 მილიონი დოლარი შეადგინა. კლება განსაკუთრებით მეორე კვარტალშია თვალსაჩინო, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობაც 2,7%-ით არის შემცირებული. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ვიზიტორების 59%-იანი კლება ირანიდან, 14%-იანი არის ისრაელიდან, ავიარეისების შეწყვეტის გამო შემცირებულია ინდოელი ტურისტების ნაკადიც. სამაგიეროდ მატება ფიქსირდება ევროპული ბაზრებიდან, მათ შორის გერმანიიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან. როგორ აისახება ეს მაკროტენდენციები კონკრეტულად გუდაურზე და როგორია სასტუმრო ბიზნესის მოლოდინები მიმდინარე ზაფხულის სეზონზე? ამ თემაზე Best Western გუდაურის მფლობელი გიორგი კვიცინაშვილი ისაუბრებს. მოგესალმებით, გიორგი, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით. 18 ივლისს გაიხსნა გუდაურში ოფიციალურად სეზონი. მაინტერესებს როგორია ტენდენცია უშუალოდ თქვენი სასტუმრო ჭრილში, თუ არის უკვე აქტიურად ჯავშნები და ტურისტული აქტივობაც თუ შეინიშნება? გუდაურის ზაფხულის სეზონი მინდა გითხრათ პირველ რიგში რომ საბაგიროს გახსნა არ გახსნასთან არასოდეს ყოფილა დაკავშირებული. გუდაურის ზაფხულის სეზონი სადღაც მაისის შუა რიცხვებიდან იწყება ზოგადად, მაშინ როცა ჯგუფური ტურიზმი იწყებს საქართველოში უკვე აქტიურ დასვენებას, ეს არის ჩინეთი, კორეა, პოლონეთი, აქამდე სანამ ინდოეთის ფრენები იყო, ინდუსები საკმაოდ ხშირად სტუმრობდნენ. ეხლა ამ ეტაპზე რაც მოხდა და რა თქვენც როგორ გაიგეთ და ნახევარმა საქართველომაც გაიგო მაია მურაჩაშვილის ჰოტელიერის ჩემი ძალიან კარგი მეგობრის ინტერვიუდან გამომდინარე რომ საერთოდ საბაგირო გაიხსნა. იმიტომ რომ საბაგიროს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია MTA-ის ან რაღაცა ღონისძიების სახით, ან რაღაცა აქტივობების სახით საერთოდ არ უწარმოებია, არაფერი გაკეთებულა რა. ეხლა მე სპეციალურად დღეს აქ ამოვედი იმისათვის მეჩვენებინა თქვენი მაყურებლისთვის რას ნიშნავს გუდაურში აი ესე რაღაც MTA-ის უკვე თუ არ ვთქვი მგონი Facebook და მას მიერ გახსნილი სეზონის შესახებ და აი უბრალოდ მინდა გაჩვენოთ რას ნიშნავს და სად მოდიან საერთოდ სტუმრები ვინც გიდებს და მძღოლებს მოყავთ ძირითადად აქ აქტივობისთვის რა რომ რაღაც ზევით თაზე აიყვანოს და აი ხა მინდა უბრალოდ გაჩვენოთ ზონა სადაც მოდიან სტუმრები მანქანით საიდანაც შემოდიან აი ამ ზონაში აი ეს არის მოკლედ გუდაურის ზაფხულის გახსნის სეზონი რა. აი აქეთ ამ ხარეს კარავში რასაც ხედავთ, ეს არის ჩვენს მიერ გუდაურის ბიზნეს ასოციაციის მიერ გაკეთებული საზაფხულო აქტივობა, ერთადერთი, რომელიც ისიც ჩვენ თვითონ რაღაც ბიზნესმა გავაკეთეთ. ანუ რეალურად აი ეს ზონა არის თავიდან ბოლომდე მკვდარი. იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად აქტივობა არ არის ტურისტების საერთოდ არავინ არ მოდის. ისიც ვინ მოდის უბრალოდ გიდები და მძღოლები, რომლებიც ერთდღიურებს აკეთებენ, ალბათ ერთი 1000 გიდიდან 5-მა ან 10-მა შეიძლება მანქანა გადმოუხდოს აი ამ ზონაში შემოიყვანოს, რაღაც ბილეთი იყიდონ, ავიდნენ, აი გზედა მხარეს და ათვარო. ეხლა უბრალოდ დრო არ მაქვს, რომ თქვა ზევით ავიდე და გაჩვენოთ იქ რო ადის სტუმარი, რა გარემო ხდება იქ. თუმცა ვინც ცოტათი მეტად დაინტერესებული არის გუდაურის შესახებ, ხშირად ქვეყნდება ხოლმე ფოტოები და ვიდეოები, რა მდგომარეობა არის ზევით რა. ან საერთოდ რა აქტივობები არის, ანუ აქტივობები რო პრაქტიკულად არის და არის რაღაც შენობა ნაგებობები, რა მდგომარეობა არის საერთოდ იქ შექმნილი რა. ეხლა რაც შეეხება ტურისტულ ნაკადს, ეხლა როგორც აქამდე გახსენით, რეალურად ამ საბაგიროს გახსნა არ გახსნა გუდაურის დატვირთულობაზე საერთოდ არ მოქმედებს. ხო, აბსოლუტურად არანაირი. ეს უბრალოდ ეს ერთდღიანი ტურისტებისთვის ასე რომ თქვათ, აი ისინი ვინც ყაზბეგის მოინახულებენ გიდებით და მძღოლებით, აი იმათთვის არის ეს აქტივობა, თორე გუდაურში ჩასული სტუმრები სამწუხაროდ აქ ერთღამისთევიანები არიან, ესე ძირითადად ჯგუფები, რომლებსაც უკვე დაორგანიზებული აქვს თავიანთი ტური, ასე რომ თქვათ, ყაზბეგის მონახულება არის ერთად სანახაობა, ასე რომ თქვათ, მათთვის და გუდაური არის იაფიანი ღამისთევის გარემოება და შესაბამისად სასტუმროების დატვირთულობა კი გვაქვს, რაღაც დატვირთულობა. ეხლა მაგალითად, როგორც ვიცი, ამ თვეში მთლიანად გუდაურის სასტუმროების დატვირთულობა სადღაც 60-დან 65%-მდე არის რა. ანუ ძალიან დაბალი არის, მით უმეტეს იმ დაბალი ფასიდან გამომდინარე, რასაც ჯგუფური ტურიზმი იხდის. და ამ პირობებში
ეს ჯგუფებიც კი ვინც აქ მოდიან, იმათვის ეს ატრაქცია საერთოდ საინტერესო არ არის. ხვდებით ხო რას გეუბნები? გუდაური იმათვის არის იაფი ღამისთევა რა. აი ეს მთელი ზაფხულის 9 თვიანი სეზონი, ასე რომ ვთქვა, 3 თვე ხო გვაქვს ზამთარი, 9 თვე დანარჩენი გვაქვს. ხო აი 9 თვე არის გუდაური იაფი ღამისთევის, ერთდღიანი ღამისთევის ზონა. კი ბატონო, გიორგი, გამომდინარე ხო, არსებული ვითარებიდან, რომ მათ შორის ნაკადებია შემცირებული, ახსენეთ 63%-იანი თვერძები დატვირთულობა, რომელიც ძალიან დაბალია, აი ბიზნესს აქვს საოპერაციო ხარჯები, ხო? ამ ხელს ასტუმრო საოპერაციო ხარჯები, იქ მუშახელს უნდა გადაუხადოს ხელფასი, იქ გადასახედები იხადოს, აი როგორ ახერხებს ამ პერიოდში ბიზნესი გადარჩენას და არსებობას? მაგაზე მარტივი შეკითხვა შეგიძლიათ ბანკებს დაუშვათ. მე მაგალითად ეხა გუში მქონდა მაგალითად ჩემ ბანკირთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ის რა ქვია, სესხის გადანაწილება მომიწევს, ეხა პირადად მე და ვიცი რომ ძალიან ბევრი ჩემნაირი მფლობელი, ვინც ეხა მე ჩემს უკან არ დგას რაღაცა უზარმაზარი კორპორაციები, რომლებიც სხვა ბიზნესებით არიან დაკავებულები რა, მე მაქვს ვთქვათ ეს სასტუმრო და კიდე ერთი რაღაც პატარა ბიზნესი თბილისში და ერთმანეთის შენახვა არ შეუძლიათ ამ სესხების გადახდა. მე ეხა მაგალითად ბანკში ვიყავი გუშინ მისული და გადანაწილებაზე დავწერე რომ ვთქვათ რაღაც ზამთრის სეზონამდე ეგება მიმატანინონ თავი და ვიცი ის მომენტი რომ უკვე ვადაგადაცილებულ სესხებში სასტუმროების ნაწილი ძალიან მომატებული არის. ძალიან გაზრდილი არის, მაია წერეთელმა ისაუბრა, თუ არ ვწდები ამაზე თქვენს ერთ-ერთ გადაცემაში. ხო და აი ესე რა ამ გზით, ანუ რეალურად რაღაცას წავემუშავებ ზამთარში, მე თუ ომი არ მოხდა იდეალურ შემთხვევაში, თუმცა ეგეთი წელიწადი არ ვქონია პრაქტიკულად ყველა ზამთრის სეზონის შემდეგ რაღაცა ომი ხდება. ამ შემდეგ არის ერთი დიდი ზარალი, რომელსაც რაღაცნაირად მე გამოფხიზლებას ვიწყებთ, მე ამ გამოფხიზლებისას აუცილებლად ისევ ბანკისგან გჭირდება ვადაგადაცილებების შემთხვევაში ან გადანაწილებების შემთხვევაში დახმარება და ესე აი ამ წრეზე ვტრიალებთ. ყოველ შემთხვევაში მე არ მეგულება საქართველოში სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში მყოფი მენეჯერი, მფლობელი, რომელიც ზუსტად იგივე მდგომარეობაში არ იყოს და არ ქონდეს თავისი ბიზნესი. არის დიდი კომპანიები, რომლებსაც ამ სასტუმროების გარდა კიდე სხვა ბევრი ბიზნესები აქვს და იმ ბიზნესებიდან ახდენენ თქო ამის ხერხებენ შენახვას მერე იმას ვისაც მაგის საშუალება არ გვაქვს ერთადერთი გზა რომ ავიღოთ სესხი, ისევ სესხის გადასახდელად, ასე რომ ვთქვათ რა, ეს ხო ძალიან ქართული ყველაზე ცნობილი მოდელი არის და კი ბატონო. გიორგი, ვიცი ვრცელია ჩამონათვალი ალბათ, თუმცა მინდა მაინც შევაჯამოთ, აი რა სჭირდება ახლა გუდაურს ყველაზე მეტად განვითარებისთვის და იმისთვის რომ აი თქვენ რა კადრიც გვანახეთ ელემენტად სულ მინიმუმ ეგ სიტუაცია არ იყოს. აქ ერთ პრობლემას მე ხარ სადაც მე-7 წელია რაც უკვე ვოპერებ უშუალოდ ამ კურორტზე. მე რასაც ვხედავ ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ამ კურორტს აქ ბიუროკრატიული ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. ეხლა რაში გამოიხატება ეს რომ აი ეს ტერიტორია ხა რაც მე თქვენ გაჩვენეთ, ხო? აი ესეთ მდგომარეობაში რო არის. ეს ტერიტორია არის კერძო საკუთრება. კი ბატონო. რომელზეც ესე იგი საბაგიროები არის განთავსებული, ის არის სახელმწიფოს საკუთრება, MTA-ის საკუთრება, ხო? რომელსაც ეხება მხოლოდ საბაგირო და სათხილამურო ტრასა. აი იქამდე მოსასვლელი გზა, რო თქვა სათხილამურო ზონამდე მოხვიდე. ის ნაწილი დუშეთს ეხება, მეორე ნაწილი ყაზაკს ეხება. წყლის მომარაგება რაღაც სხვა კომპანიას ეხება. დენი აბსოლუტურად სხვას ეხება. სატრანსპორტო მიმართულება არავის არ ეხება. ანუ ეს კურორტი არის რამოდენიმე ბიუროკრატიულ ზონებად და ნაწილებად დაჭრილი. ხო და აი მთელ პრობლემას ზუსტად ამაში ვხედავ რა, რომ ჩვენ კურორტს რეალურად ერთი მართველი არც სახელმწიფოს მხრიდან და არც არანაირი კერძო მხრიდან ერთი მართველობა არ გააჩნია რა. აი ეს არის მთელი პრობლემა, რაც აქ ტრიალებს, თორე ყველა უწყებაში სადაც არ უნდა მიხვიდე, ყველგან ჩვენი და ამ კურორტის დახმარების სურვილი აქვს ყველას აბსოლუტურად. უარს არავინ არაფერზე არ გვეუბნება, მაგრამ მე რა შეგრძნებაც მაქვს, მე ვგრძნობ, რომ ყველა ჯერზე რაღაც ბიუროკრატიულ პრობლემას აწყდებიან, რომლის გადაწყვეტაც მათ ძალებში არ შედის. რა, მაგალითად რო გითხრათ, უშეთის მუნიციპალიტეტს არ შეუძლია ამ გზის გაკეთება, იმიტომ რომ მას მისი საკუთრება არ არის. რაღაც მე ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეს ზონა არ შეუძლია, იმიტომ რომ ისი არ არის რაღაც ერთმანეთში კვეხა არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ეს რასაც ჩემს აზრს გეუბნებით, რასაც მე ვხედავ რა. კი ბატონო, პირველი ხო ტურიზმის სტატისტიკასაც მინდა გამოვეხმაროთ. პირველი 6 თვის შედეგები იყო, რომელიც აჩვენებს, რომ ვიზიტორები არის შემცირებული ახლო აღმოსავლეთიდან, თუმცა მზარდიაო ევროპის ბაზრები. აი ეს თუ იკითხება გუდაურში, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთი ხო ერთ-ერთი აქტიური ბაზარია. ხო, სხვათა შორის გუდაურში არსებული მდგომარეობა ძალიან ასახავს ზოგადად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და რატო? იმიტომ რომ ყველა სტუმარი, ვინც ჩამოდის თბილისში
და ერთ ღამეს ათევს მაინც, ხო? აუცილებლად ცდილობს მთაში წამოსვლას და ძალიან ტურისტული პაკეტებში, ხო, გუდაური და ყაზბეგის მონახულება უпростоრეთ, გუდაურის გავლა, ასე რომ თქვა, ძალიან პოპულარული არის რა. ის რომ ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტების ნაკადი შენელებული არის და შეჩერებული არის და შეცოტავებულია, ეს ეხა რასაკვირველია, ფაქტი არის, იმიტომ რომ ომი არის ირანსა და ისრაელს და ამერიკას შორის და ძალიან დიდი ბომბება დუბაი და აბუ-დაბი და ეს აეროპორტები და რა თქმა უნდა რომ ამ ხალხს ეხა იქიდან გამოსვლა უჭირს, რასაკვირველია. ასევე ჩინური და კორეული საფრენი ზონების დიდი ნაწილიც გადის იმაზე ირანზე და თავიდან როცა ეს ომი დაიწყო, იქიდანაც ძალიან ბევრი გაუქმებები წამოვიდა. თუმცა მე გადალაგდა ხაზები და მეტნაკლებად ეს ჩინეთი და რა ქვია ეს კორეა და ეს მიმართულებები გაგრძელდა. ევროპაზე როცა რაღაცას ლაპარაკობენ, გუდაურზე ძალიან მიჭირს გუდაურის მაგალითზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ევროპიდან ჩამოსული სტუმარი პირადად მე გუდაურში უკვე ძალიან დიდი ხანი აღარ მინახავს. მე მინახავს დუბაიში მცხოვრები ევროპელები, რომლებიც ჩამოდიან ზამთარში, მაგრამ ის რომ აი ევროპიდან, იტალიიდან, გერმანიიდან გუდაურში ნაკადებზე ვლაპარაკობდეთ, ნამდვილად გამიჭირდება ამის თქვა. შეიძლება გაზრდილი არის იმ კონტექსტში, რომ თუ თქვა აქამდე 500 კაცი ჩამოდიოდა, ეხლა 1000 ჩამოდის და 100%-იანი ზრდა არის, მაგრამ ეხლა რიცხვებში ეს ძალიან პატარა ციფრი არის რა. კი ბატონო, შემდგომ თვეებში რა ვითარება აი სექტემბრის ნაწილში თუ გაგჯავშნებიან აგვისტოს ჭრილში თუ არის? გუდაურის საზაფხულო სეზონის აქტიური ფაზა არის ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. ოქტომბერი, ნოემბერი არის საოცარი ძილის ფაზა რა და ძალიან რთული და მძიმე პერიოდი, როცა არ ვიცი, ეხლა წვეკიდებით ხოლმე რა და ეხაც რა თქმა უნდა რომ ეგ ტენდენცია გაგრძელდება და უფრო და უფრო რთული იქნება სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერს ეთყობა კიდევ სტატუტურობის კუთხით რა. კი ბატონო, რაიმე სიახლეები ხო არ გაქვთ სასტუმროს ჭრილში ეს რო გავაჟღეროთ, ანუ სამომავლო გეგმები? არ ვიცით, ნუ ეხლა სასტუმროები ხო ხდებით თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებულები ვართ ტურიზმის დატვირთულობაზე რა. არ ვიცი, წყალივით გვჭირდება, რაც შეიძლება ბევრი ბაზარი. ეხლა აი თქვათ ის ინდური ბაზარი, ინდიგოს ფრენებმა ძალიან გაგვახარა ტურისტული სექტორი და ძალიან ბედნიერები ვიყავით, იმიტომ რომ ყველა ბაზარს საკუთარი დრო და პერიოდი აქვს დასვენებისათვის რა. აი ეს ინდიგოს ფრენები, როგორც მახსოვს, სადღაც ოქტომბრის თვეში დაიწყო შარშან და რამოდენიმე თვეშივე შეწყდა. ხო, შეჭერდა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ჩემი ინდუსტრი პარტნიორებიდან გამომდინარე, მაქვს ვიცი რომ დიდი ნაწილის უკმაყოფილება იყო თვითონ ტურისტებში, იმიტომ რომ რაღაცა ოჯახი რო ჩამოდიოდა, მამას არ უშვებდნენ და დანარჩენი ოჯახის წევრებს უშვებდნენ. ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ერთ სიტყვით ქვეყანაში არ შემოუშვეს რა. და ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო მაგ საკითხთან დაკავშირებით. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აი მე რაც მაქვს ჩემი ინდუსტრი პარტნიორების მხრიდან, ვიცი ეგ ინფორმაცია. ეხლა რატო შეწყდა, როგორ შეწყდა, ეგ ალბათ ჯობია რომ ეკონომიკის სამინისტროს კითხოთ, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდებოდა ეგ ნაკადი. აი ძალიან გვჭირდებოდა. ზუსტად ისეთ პერიოდს გვივსებდა, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა რა. ხვდებით ხო რის თქმა უნდა? კი ბატონო. ხო და ეხლა ან როგორ რაღაცა არის, რომ სექტემბერში და ოქტომბერში ესე თავისით ვერსაიდან ვერავინ ვერ წამოვა, იმიტომ რომ ტურიზმი არ არის არც ჩვენი ხაჭაპური, არც ჩვენი ხინკალი და არც ჩვენი მთები. ტურიზმი არის თვითფრინავით ფრენა, ხო სწორი ვარ? თუ ფრენის პერიოდები რამოდენიმე თვით ადრე არ დაიგეგმა, ესეც სიდან თავისით არავინ არ ჩამოვა ჩვენ ქვეყანაში და ანუ რაღაცა ძალიან პესიმისტური იმედები მაქვს შემოდგომასთან დაკავშირებით რა. კი ბატონო, აი გასულ წელს რომ შევადაროთ არსებული ვითარება გაუარესებაა? თუ ეს არის უკვე ჩვეული ვითარება? რასაკვირველია. არა, გაუარესება რასაკვირველია იქნება, იმიტომ რომ ის ქვეყნები დაიბომბა, საიდანაც ჩამოგდიოდნენ სტუმრები და რასაკვირველია რომ უარესი მდგომარეობა იქნება, უკეთესი როგორ შეიძლება იყოს. კი ბატონო. და ახალი ბაზარი არ დაგუმატებია რა. ახალი ბაზარი იყო ინდოეთი, რომლის იმედიც ჰქონდა აქამდე გითხარით და ის გაქრა ეს ბაზარი და. კი ბატონო. საბოლოოდ მინდა შევაჯამოთ ჩვენი საუბარი და კითხოთ, აი რა იქნება თქვენი ეს მთავარი გზავნილი, მათ შორის MTA-ის მენეჯმენტთან, მათ შორის ზოგადად ეკონომიკის სამინისტროს არის რა გჭირდება ყველაზე მეტად ახლა? ხო, ანუ ეხლა ამ ეტაპზე ალბათ გჭირდება ყველაზე მეტად რაც შეიძლება მეტი ქვეყნებიდან სტუმრები. რაც შეიძლება მეტი. ეს ქვეყნები იქნება როგორ ახლა ძალიან გამიხარდა მაგალითად შანხაიდან რო წამოვიდა რეისი. ძალიან კარგი ინფორმაცია არის. კი, თან შანხაი არის სწორედ ის ბაზარი, სადაც მაღალმხარჯვულუნარიანი ჩინელი სეგმენტი ცხოვრობს და იდეალური არის, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია თუ აღარ იქნება ინდოეთი და ამ დანაკარგს შეავსებს მხოლოდ და მხოლოდ შანხაი, მეტობას ვერ წამოიღებს. ხვდებით ხო რას გეუბნებით? ანუ თუ აღარ იქნება ირანიდან ფრენა
და ეს დანაკარგი შეივსება რომელიღაცა სხვა ქვეყნიდან, ჩვენ უბრალოდ ვავსებთ დანაკარგს, ჩვენ ვერ ვიმატებთ, ხვდებით ხო რას ვიძახი რა? კი ბატონო. აი ეს მინდა რომ ერთი ბაზარი რო ჩაიხსნება და რაღაცა ახალი ბაზარი რო გამოჩნდება, ის ახალი ბაზარი ჩვენ ვერ გვაძლევს ვერაფერს. ჩვენ გვჭირდება ყველა ბაზრიდან ცოტა-ცოტა რა. ეს არის ჩემი გზავნილი, რომ რაღაცა ერთი მიმართულება რომ მხოლოდ ჩინეთი ანუ ვერაფერს ვერ გვიზავს, იმიტომ რომ იმ მხოლოდ ჩინეთს თავისი პერიოდი აქვს დასვენების. ჩინეთის პერიოდი როცა სრულდება, მერე იწყება რუსეთის, მერე იწყება დუბაის, მერე იწყება გაერთიანებული არაბთა ემირატებიდან, თქვა სხვა ქვეყნების, მერე იწყება ინდოეთის და ასე შემდეგ რა. აი ეს არის ჩემი გზავნილი, რომ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ბაზრებიდან სტუმრები გვჭირდება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გიორგი თქვენ ჩართულობისთვის და წარმატებები და გისურვებთ ყველა გამოწვევის გადაჭრას. მადლობა კიდევ ერთხელ გიორგი კვიცინაშვილი Best Western გუდაურის მფლობელი იყო ჩვენი სტუმარი. ამით კი დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შემდეგ შეხვედრამდე გემშვიდობებით, რამდენიმე წუთში კი BMG-ს ეთერს უკვე საქმის კურსი გააგრძელებს.